ქართული ოცნება გაზრდილი ტარიფებისა და გაძვირებული პროდუქტების ფონზე დამნაშავეს სხვა განეძებს. მაგალითად, ოცნების პარლამენტის ეგრეთ წოდებული კომისია, რომელიც ვითომ დაადგენს, რატომ ძვირდება ფასები ქვეყანაში, დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს თხოვდა პასუხს. განსაკუთრებით მკაცრი მიდგომის ჩვენება გადაწყვიტა ოცნების პარლამენტარმა ნინო წილოსანმა, რომელმაც ფარმაცევტული კომპანიების წამლების კატასტროფულ ფასად გაყიდვაში დაადანაშაულა და სხდომაზე მათგან ეთიკური შემაკავებელი ფაქტორის. მისი ტერმინით ტორმუზის დადგენასაც შეეცადა. წილოსანს შეახსენეს, რომ კომპანიები სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად მოქმედებენ და ფასებსაც ამ წესით არეგულირებენ. ნინი ბალანჩივაძემ მოისმინა განხილვა ოცნების პარლამენტში, ის გვერდება პირდაპირ ეთერში. ქსელური მარკეტების წარმომადგენლების შემდგომ დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს უსმენდნენ ქართული ოცნების პარლამენტში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ეს ხდომა და დღეს წარმოდგენილები იყვნენ ხდომაზე დიდი კომპანიების წარმომადგენლები, როგორიც არის მაგალითად GM Pharma, Aversi, Rationali და ამ მხრივ GM Pharma-ს მისამართით განსაკუთრებით კრიტიკა მოვისმინეთ ჩვენ ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან, განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა ნინო წილოსანისგან, რომელმაც გააკეთა განცხადებები და პირდაპირ მიმართა GM Pharma-ს დირექტორს, რომ მათ აქვთ ძალიან ძვირი ფასები მედიკამენტებზე და ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა მათ შორის სააფთიაქო ქსელებზე და PSP-ზე. მან გააკეთა განცხადება, რომ მაგალითად 2024 წელს კომპანიას ჰქონდა 185 მილიონი შემოსავალი, აქედან 60 მილიონი მარტო იყო მოგება, თუმცა დღეს GM Pharma-ს დირექტორმა ხაზგასმით თქვა ის, რომ ეს კომპანია ხელმძღვანელობს იმ ფასებით, რომელიც დააწესა ამ შემთხვევაში სახელმწიფომ გულისხმობ რეფერენტულ ფასებს. ეს არის ის ზედაზღვარი, რომელსაც აწესებს სახელმწიფო მედიკამენტებთან დაკავშირებით, თუმცა ნინო წილოსაც ამ მიმართულებით ჰქონდა კითხვა, რომ არა ეს რეგულაცია სახელმწიფოს მხრიდან ამ ფასებთან დაკავშირებით იღებენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობას, ვინაიდან მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში არ აქვთ იმის საშუალება, რომ იყიდონ მედიკამენტები. ასევე კითხვები მიემართებოდა Aversi Rationalis დამფუძნებელს, მის ჯგუფში შემავალ მაგალითად კლინიკებს აქვთ თუ არა იმის ვალდებულება, Aversis კლინიკებზე არის საუბარი, რომ იყიდონ ის მედიკამენტები, რომელსაც უშუალოდ ეს კომპანია აწარმოებს, თუმცა Aversis წარმომადგენელმა დირექტორმა განმარტა, რომ ეს ვალდებულება არ არსებობს და ამ შემთხვევაში მედიკამენტების შესყიდვა მხოლოდ ხდება კონკურენციიდან გამომდინარე და მის ხარისხიდან გამომდინარე და ასევე დღეს ქართული ოცნების კითხვები მიემართებოდა ექიმებთან დაკავშირებით, შედიან თუ არა ექიმები გარიგებაში დისტრიბუტორებთან, წარმოებლებთან, სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებთან და იცავენ თუ არა ამ მიმართულებით ეთიკის ზომებს, თუმცა ჩვენს ხდომაზე თითოეული მათგანის მიმართ მოვისმინეთ განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ მხრივ ეთიკა მათი მხრიდან არის და ექიმების მხრიდან დაცული. თქვენ შეგიძლიათ რომ წამალზე დააწესოთ 200%-იანი მოგებაც, ხო? ანუ ამაში აქამდე თავისუფლები იყავით, სანამ თქვათ რაღაც წამლებზე რეფერენტული ფასი არ დადგინდებოდა. რამე არის, რაც გატორმუზებთ იმისგან, რომ მოქალაქეებმა ესეთ კატასტროფულ თანხად არ იყიდონ წამალი, რომელიც არის მათი ჯანმრთელობის და მათი გადარჩენის წინაპირობა. სახელმწიფო რეგულაციის მიხედვით, როგორც არეგულირებს, ისე იქცევა ყველა კომპანია აბსოლუტურად ბიზნესში. დააწესეს რეფერენტული ფასები, დაჯდა რეფერენტული ფასი. ყველა რაღაც პრეპარატები გავიდა, სანამ დავაწესებთ ფასებს და ჩავერეოდით. მე გეტყვით, რომ დღესდღეობით 5 პრეპარატი რომელსაც აწარმოებს GMP ყიდის მინუსში, რომელიც ზის სოციალურში და რეფერენტულში და სოციალურ პროგრამაში. ეს ერთი. ბატონო გოჩა, ამ თქვენს პასუხზე ჩემი პასუხი იქნება, რომ 185 მილიონი საერთო შემოსავლიდან თქვენი მოგება 2024 წელს იყო 60 მილიონი. მინუსში გადახვედით, ეს არ გიქნით საერთო 130 მილიონი ბრუნვა და 5 მილიონი შემოსავალი. ჯამში რომ გადაანაწილოთ 20%-ზე მეტი მარჯა არ გამოდის. ერთი წუთი რაღაცა მინდა დავაზუსტო. თქვენ რამეთი უკმაყოფილო ხართ ამ ბაზარზე მუშაობით? ეხლა გეტყვის რა. მხოლოდ საქართველოს ბაზარზე რომ ვიმუშაოთ, კომპანია დაიხურება. რეფერენტულის და არარეფერენტულის წამლები რო შევადაროთ, მარჟები რო გასხვავდება თუ დაახლოებით ერთნაირად? არა, თითქმის ერთნაირია. მე არ ვიცი სხვა ქსელებში რა ხდება, მაგრამ მე გეტყვით Aversi Rationalis მხრიდან რაც არის, როგორც არის, ჩვენ
ავერსის კლინიკებში მაგალითად არავინ არ არის ვალდებული შეიძინოს ავერსი რაციონალის მედიკამენტები, იმიტომ თუ არ იქნება კონკურენტუნარი ფასითა და ხარისხით. არის თუ არა ეთიკური, რომ ექიმი შედის გარიგებაში, შესაძლოა შევიდეს გარიგებაში წამლის მწარმოებელთან ან იმპორტიორთან და ეს კონკრეტული წამალი დანიშნოს უფრო დიდი ინტენსივობით, ვიდრე ეს სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს საჭირო, ან განსაკუთრებულად ერთი წარმოების წამალზე იყოს კონცენტრირებული, იმიტომ რომ მას კონკრეტული სარგებელი შეიძლება ჰქონდეს. ძალიან რელევანტური კითხვა და ალბათ ძალიან საინტერესო იქნება ამას ჩემ პასუხს მოსმენა, მაგრამ ცალკე დამპატიჟებ ნოვარტისის გარეშე. ჩვენი ეთიკის მე როგორც მე ვერ გაგცემ ეს რო გიჭირთ ამაზე პასუხის გაცემა, მე მგონი უკვე თავში არის პრობლემა. უყურეთ როგორ არის. მაშინ თქვენი ეთიკის ნორმები რას გეუბნებათ, რაც ოფიციალურად დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განუმარტეს ქართულ ოცნებას, რომ ფასები და მოგების მარჟა, როგორც რეფერენტული მედიკამენტების შემთხვევაში, ისე სხვა შემთხვევაში არის თითქმის ერთი და იგივე. შესაბამისად, აქ ისინი მიანიშნებენ, რომ ეს ფასი და ეს ზღვარი სწორედ დააწესა სახელმწიფომ და შესაბამისად სახელმწიფოს აკისრებენ პასუხისმგებლობას ამ ფასებთან დაკავშირებით. პრინციპში იგივე ვნახეთ ჩვენ წინა შემთხვევებში, როდესაც სურსათთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სხდომები და იქ გამოიკვეთა ქსელური მარკეტების მხრიდან, რომ ფასების კლება ვერ ხერხდება, შემდგომაც გაგრძელდება პროცესები, სავარაუდოდ მომდევნო სხდომაზეც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს მოусმენენ და ამის შემდგომ უკვე საწვავის ფასთან დაკავშირებით იმსჯელებს ოცნების პარლამენტი.